მე კი უთიშავ ყველას მიკროფონს, მაგრამ თხოვნა მაქვს, რომ კითხვის დასასრულად ჩართეთ მხოლოდ მიკროფონი. და პირველ ეტაპზე ჯობია რომ მე მომისმინოთ და მე ყველა კითხვას გავცემ პასუხს და როგორ ვიმუშავეთ მაგის დეტალებზე მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. გთხოვთ ყველას რომ კამერები გამორთეთ და მიკროფონებიც გამორთული გქონდეთ. ჩემი სკრინი რაც ჩართული მაქვს პრეზენტაცია ხედავთ? კი, ჩანს, კი. ძალიან კარგი. დავიწყოთ მაშინ პრეზენტაცია. დღეს გაგაცნობთ ინფორმაციას ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების შესახებ, რომელსაც ჯიტა 2019 წლიდან ახორციელებს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პირველ რიგში ვინც პირველადესწრებით ჯიტას საინფორმაციო დღეებს, მათთვის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჯიტას ამ ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების გარდა, ეგრეთ წოდებული 650,000 ლარიანი გრანტების გარდა, აქვს ასევე 100,000 ლარიანი გრანტებიც, რომელიც წელიწადში ორჯერ ცხადდება. და შემდეგი რაუნდის გამოცხადება იმავე მიმდინარე წლის ივნისის თვეში 100,000 ლარიანი გრანტების შედარებით მცირე მასშტაბების არის, უფრო ახალბედა სტარტაპებისთვის არის გათვალისწინებული და შესაბამისად ამ კონკურსის პირობებს ახლა დღესაც უნდა ვისაუბროთ, რომ გაგაცნობთ შეიძლება ცოტა ვიღაცისთვის რთული და გართულებული პირობები მოგეჩვენოთ, მაგრამ უფრო მარტივი და მცირე მასშტაბების პროგრამაც აქვს ჯიტას 100,000 ლარიან გრანტებზე მცირე მასშტაბისაც აქვს ასევე 15,000 ლარიანი გრანტები და შეგიძლიათ გაეცნოთ იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციასაც და სავარაუდოდ საინფორმაციო დღეებს 100,000 ლარიან გრანტებზე დავიწყებთ ივნისის თვიდან. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ ინოვაციების თანადაფინანსების გრანტებს, ანუ 650,000 ლარიან გრანტებს, პროგრამის მიზანი არის ზოგადად იგივე მიზანი, რაც საგრანტო კომპონენტს აქვს ჯინი პროგრამის ფარგლებში. ეს არის ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება, ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შექმნის სტიმულირება ქვეყანაში და ისეთი საწარმოების ხელშეწყობა, რომლებიც ასეთი ტიპის სერვისზე და პროდუქტზე მუშაობენ. ძირითადად ეს ეხება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. შეზღუდვებზე რომ გადავალთ, იქ უკვე დეტალურად გავეცნობით რა ტიპის საწარმოები შეიძლება იყვნენ აპლიკანტები ამ პროგრამაში და შემდგომ ასევე ბენეფიციარები. ვინ შეიძლება იყოს მიღები? ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლის წლიური ბრუნვა ან ბოლო წლის შემოსავალი არ აღემატება 30 მილიონ ლარს. ასევე შეიძლება იყოს აპლიკანტი კონსორციუმი, სადაც წამყვანი აპლიკანტი აუცილებლად მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს და თანააპლიკანტი შესაძლებელი იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სამეცნიერო კვლევით ცენტრი. ამაზე დეტალებს ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ დამატებით. კონკურსის გამოცხადების სიხშირესაც შეეხება კონკურსი სულ გამოცხადებულია ფაქტიურად, მუდმივად ღია არის. მას შემდეგ რაც გამოცხადდა 2019 წლის 22 მაისს, მას შემდეგ ღია არის და ყოველდღიურად განცხადების მიღება არის შესაძლებელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ფასდება განცხადები, კვარტალში ერთხელ ფასდება ფაქტიურად, იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში რა თქმა უნდა ვერ მოხდება ექსპერტების შეკრება და პროექტების შეფასება, ამიტომ შემოდის მუდმივ რეჟიმში და კვარტალში ერთხელ ხდება შეფასება. პროგრამის ბიუჯეტი 3,600,000 ამერიკული დოლარი იყო, ცირედით გაიზარდა 200,000 დოლარით გაიზარდა ბოლო ცვლილებით. ანუ 3,800,000 დოლარია დაახლოებით ეხა. უკვე გამარჯვებულად გამოვლენილი არის 15 კომპანია, ასევე და დაკონტრაქტებული არის და ასევე
რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკების ეტაპი, ანუ საინვესტიციო კომიტეტმა დაფინანსებაზე გაუწია რეკომენდაცია და ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკების ეტაპი იმისთვის, რომ გაფორმდეს საგრანტო ხელშეკრულება. ამ მდგომარეობით ფაქტიურად 650,000 ლარიან გრანტებზე ძირითადი ნაწილი უკვე დაფინანსებული არის. ამ მოქმედი პროექტით, რაც არის სოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, ამ ეტაპზე ჯერჯერობით შემდეგ გითხრათ, რომ ეს არის შეფასების ბოლო რაუნდი, რომ 2 მაისამდე შემოსული განაცხადები შეფასდება და შემდგომში სავარაუდოდ დიდი ალბათობით, ანუ ამას დაზუსტებით ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ არ ვიცით რა რაოდენობის პროექტები დაფინანსდება, სავარაუდოდ აღარ იქნება 650,000 ლარიანი გრანტები. იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტის დიდი ალბათობით ამოიწურება, იმიტომ რომ ამ მდგომარეობით დაახლოებით 4 პროექტის ბიუჯეტი არის დარჩენილი, ანუ 4 პროექტი დაფინანსდეს მთლიანად 650,000 ლარით. რაც შეეხება მოთხოვნილი გრანტის ოდენობას. მოთხოვნილი გრანტის მინიმალური ოდენობა არსებობს, ანუ 150,000 ლარზე ნაკლებს გრანტს ვერ მოითხოვს აპლიკანტი, ანუ 120,000 ლარს თუ მოითხოვს, რა თქმა უნდა, კონკურსთან მოიხსნება, იქნება გამომდინარე, რომ კონკურსის სავალდებულო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მაქსიმუმი თანხა არის 650,000 ლარი, რაც შეიძლება გრანტის სახით მოითხოვოს ხაზს უსვა ამას. ანუ გრანტს განმარტავ დამატებით, რომ ანუ ხშირად არის ხოლმე კითხვები, რომ აი გრანტი რა პირობებით გადმომეცემა, როდის უნდა დავაბრუნო, რა წილში მისდება ჯიტა ან სოფლიო ბანკი და ასე შემდეგ. ანუ გრანტი არის უსასყიდლო გადაცემული ფულადი რესურსი, ანუ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში საჩუქარი. ოღონდ რა თქმა უნდა, შემოყვება შესაბამისი ვალდებულებები გრანტის მიღებას, ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებსაც თვითონ ბენეფიციარი აიღებს საგრანტო კონტრაქტით და ასევე იმ კონტრაქტის იმ დანართებით, რომელიც აპლიკაციის შევსების ეტაპზე წარდგენის ეტაპზე ივსება, ესე ვთქვათ, ბიზნეს გეგმა, ბიუჯეტი და ასე შემდეგ ამ დოკუმენტებზე ცოტა მიგონებთ დეტალებში ვისაუბრებთ. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ხანგრძლივობას, მაქსიმუმ 24 თვიანი პროექტი უნდა იყოს. თუმცა 24 თვიანი პროექტი ხშირად დამაბნეველი არის ხოლმე და ამასაც განმარტავ, რას გულისხმობს 24 თვიანი პროექტი. 24 თვიანი პროექტი გულისხმობს მაქსიმუმ 24 თვიანი პროექტი გულისხმობს, რომ ანუ პროექტის ხანგრძლივობაში ჯიტა ეყრდნობა პროექტის იმ პერიოდის ხანგრძლივობას, ანუ თქვენი ბიზნესის იმ პერიოდს, რომელი პერიოდის განმავლობაში თქვენ ტრანშებს იღებთ ჯიტასგან დაფინანსების სახით და ხარჯავთ ამ მიღებულ გრანტს და ახორციელებთ აქტიურ ანგარიშგებას, ანუ კვარტალში ერთხელ ხდება ანგარიშგება ჯიტასთან და შესაბამისად ტრანშის გადაწყობაც ხდება კვარტალში ერთხელ იმ ბიუჯეტის შესაბამისად რა ბიუჯეტით დაუმტკიცდება თითოეულ გამარჯვებულს. ანუ პროექტის ხანგრძლივობა, ანუ ჯიტასთან რეპორტინგი და საგრანტო რესურსების ხარჯვა იგულისხმება, რა თქმა უნდა, და შეიძლება იყოს, ვთქვათ, 6 თვეც, 9 თვეც, ანუ 24 თვემდე ხანგრძლივობის უნდა იყოს, ანუ მაქსიმუმ 24 თვე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არნიშნავს, რომ 24 თვის მერე, ვთქვათ, ბიზნესი უნდა დაიხუროს და დამფუძნებლები უნდა წავიდნენ სახლში და მერე ახალი გრანტი უნდა დაწერონ და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია ძალიან დიდი, რომ 24 თვის მერე, მას შემდეგ რაც ჯიტას დაფინანსება დამთავრდება, ბიზნესმა გააგრძელოს წარმატებული ოპერირება ბაზარზე. რაც შეეხება თანადაფინანსებას, საკმაოდ ესეთი მაღალი მოთხოვნები არის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, სავალდებულო არის პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 50%-ის ოდენობით იყოს თანადაფინანსება. აქ რა იგულისხმება, ანუ თუ თქვენ გრანტის სახით მოითხოვთ 650,000 ლარს პირობითად, თანადაფინანსებაც უნდა იყოს მინიმუმ 650,000 ლარი. მეტი შეიძლება იყოს თანადაფინანსება გრანტზე, მაგრამ ნაკლები არ შეიძლება იყოს. შეიძლება მოითხოვოთ 200,000 ლარი გრანტის სახით პირობითად და ამ შემთხვევაში თანადაფინანსებაც მინიმუმ 200,000 ლარი უნდა იყოს. თანადაფინანსებას განმარტავ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ფულადის სახით, ანუ ეგრეთ წოდებული in-kind contribution თანადაფინანსებად არ განიხილება, ასევე არ განიხილება უკვე საწარმოს მიერ უკვე გაწეული ხარჯები. ანუ თანადაფინანსებად უკეთესად ცალსახად განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ის ფულადი რესურსი, რაც კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის შემდგომ აკუმულირდება ფირმაში ფულადი ფორმით, ხო? თანადაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას გავაკეთებ, რომ თანადაფინანსების დოკუმენტის კონკურსის ეტაპზე წარმოდგენა, ანუ თანადაფინანსების დოკუმენტური მტკიცებულების, რა დოკუმენტური მტკიცებულება შეიძლება იყოს თანადაფინანსების არსებობის დამადასტურებელი. ამაზე დეტალებში სახელმწიფოში არის საუბარი და შეგიძლიათ გაეცნოთ. ანუ არ გაქვთ კონკურსის წარმოდგენის ეტაპზე, განაცხადის წარმოდგენის ეტაპზე კონკურსში. ანუ
თუ გაიმარჯვა აპლიკანტმა 3 თვე არის მაქსიმალური ვადა, რომელ ვადაშიც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ეს დოკუმენტური მტკიცებულება და ასევე თუ საჭიროა და მოითხოვს აპლიკანტი ჯიტა გასცემს ამ გამარჯვებულ აპლიკანტის ცნობას ქართულადაც და ინგლისურადაც რომ მან ის არის გამარჯვებული ამ კონკურსში და თქვათ მიიღებს 650,000 ლარი გრანტს იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკების ეტაპი წარმატებით დასრულდება. ნუ დაახლოებით ესეთი შინაარსის დოკუმენტი გაიცემა რომ თქვათ ან ინვესტორთან ან ბანკთან ურთიერთობა რომ გაგიმარტივდეთ და უფრო ადრე აიღოთ ინვესტიცია. ასევე თანადაფინანსებაზე განმარტო რომ ერთიანად თანხის დადება თქვათ 650,000 ლარი თუ მიიღეთ გრანტის სახით. ერთიანად თანხის დადების ვალდებულება არ აქვს ბენეფიციარს, ანუ თანხის ჩარიცხვა, თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა გრანტის ანგარიშზე მოხდება იმავე პროპორციულობით, რა პროპორციულობითაც გრანტის ჩარიცხვა მოხდება დონორისგან. რაც შეეხება განაცხადების მიღების ფორმას, ერთადერთი გზა განაცხადების კონკურსში წარდგენის არის გრანტების პორტალზე განაცხადის ატვირთვა ელექტრონულად დარეგისტრირდებით მარტივად დაარეგისტრირებთ users გრანტების პორტალზე და საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი რომ შეავსოთ განაცხადი. ეხლა სანამ შემდეგ სლაიდზე გადავალ თუ შეიძლება მითხარით ან მოიწერეთ chat-ში როგორ ისმის შევიხმა და ხო არ წყდება იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ თქვენ ვერ გხედავთ და რომ ქაოსურად რო არ წარიმართოს პრეზენტაცია. კარგად ისმის. ძალიან კარგი. მადლობა. მაშინ გავაგრძელებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ანუ ვის აქვს უფლება კონკურსში განაცხადი წარადგინოს. ნუ პირველ რიგში თავშიც ვისაუბრეთ ჩვენ რომ აუცილებლად უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, ანუ საჯარო რეესტრში, ანუ ეგრეთ წოდებულ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებული სუბიექტი, შპს, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება. ასევე კომპანიის რეგისტრაციიდან კონკურსში განაცხადის წარმოდგენამდე გასული უნდა იყოს სულ მცირე 1 წელი. ანუ თუ თქვენ დღეს, ანუ 26 აპრილს აპირებთ განაცხადის წარდგენას, თქვენი კომპანია უნდა იყოს დაფუძნებული მინიმუმ 2020 წლის 26 აპრილამდე პერიოდში. ანუ 1 წლის ასაკის მაინც უნდა იყოს კომპანია კონკურსში მონაწილეობის უფლება რა ქონდეს. ანუ ამაზე განმარტავ რომ დამატებითი შეზღუდვები ასაკთან დაკავშირებით არ არის და არის ხოლმე ხშირად კითხვა რომ მე მაგალითად 3 წლის წინ მაქვს დაფუძნებული კომპანია და ბრუნვები არ აქვს საერთოდ კომპანიას არც 1 ლარი არ აქვს შემოსავალი. აქვს თუ არა უფლება განაცხადის შემოტანის? აქვს უფლება, ანუ ეს ფორმალური მოთხოვნა არის, რომელიც იდეაში მიბმული არის იმაზე, რომ გარკვეული ტიპის საქმიანობის ისტორია, მინიმალური ისტორია მაინც უნდა ქონდეს კომპანიას და რაღაცა უნდა ქონდეს აკეთებული. თუმცა ის კომპანია, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არის დაფუძნებული და არანაირი ბრუნვები არ ქონია აქამდე და 1 წელი არის გასული, მასაც შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება, ანუ შეზღუდვა მაგ კუთხით არ არის. რაც შეეხება ბრუნვებს, კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღებოდოს 30 მილიონ ლარს, ამაზე თავშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა განმარტო უფრო დეტალურად რას გულისხმობთ. ანუ ბოლო 12 თვის, ანუ განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო 12 თვის შემოსავლები, ანუ ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს. ეს რითი მოწმდება, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და დეტალებს გაგაცნობთ ამასთან დაკავშირებით. ასევე დამატებითი შეზღუდვა არის კომპანიის წილობრივ სტრუქტურასთან დაკავშირებით. კომპანიის წილის 50%-ზე მეც არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია, ანუ აპლიკანტი კომპანია არ უნდა იყოს სხვა კომპანიის შვილობილი კომპანია. და ასევე კომპანიის წილების 51%-ს ან მეც უნდა ფლობდეს, უნდა იყოს კერძო საკუთრებაში, ანუ კერძო ფიზიკური პირების საკუთრებაში, რა თქმა უნდა, პრინციპში ეს გასაგები იყო. ეხლა რაც შეეხება თანააპლიკანტებს, როგორც თავში ვისაუბრე, თანააპლიკანტი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სხვა კომპანიაც, ანუ ამ შემთხვევაში რეალურად 2 აპლიკანტი არის შემოდის კონკურსში და ერთი არის მთავარი აპლიკანტი, ვინც განაცხადს აკეთებს და შეიძლება იყოს ასევე თანააპლიკანტი, ანუ სხვა საწარმო და თქვა ორმა საწარმომ კონსორციუმი გააკეთონ და ერთად შემოვიდნენ რაღაცა ბიზნეს იდეის განხორციელების მიზნით. ასევე თანააპლიკანტი შეიძლება იყოს უმაღლესი სამართალ დაწესებულება, რომელიც მდებარეობს საქართველოში, ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიები, ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. ანუ ამისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იდეაში ინოვაციები
ძალიან ხშირად იქნება სამეცნიერო კვლევითი ცენტრებში, წესით ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და ეს პუნქტი ჩადებულია იმისთვის, რომ სასურველია და ჯიტას ძალიან უნდა რომ კონკურსში შემოსულიყო კონსორციუმი, სადაც თქვა მთავარი აპლიკანტი იქნებოდა კერძო სამართლის იურიდიული, ანუ შეფასი ან სააქციო საზოგადოება ნებისმიერი სამეცნიერო სუბიექტი და თან აპლიკანტი იქნებოდა ის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც თქვა რაღაცა კვლევის შედეგებზე დაღწნობით მიიღეს რაღაცა გამოგონება პირობითა, თან რაღაცა ინოვაციური პროდუქტი და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ არ გქონია ასეთი შემთხვევა, როცა ესეთი ტიპის კონსორციუმი შემოსულიყო, რომ ესეთი ტიპის კონსორციუმი შემოსულიყო კონკურსში. როგორც თავში აღნიშნე, პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკს აქვს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც სავალდებულო რომ ყველამ დავიცვათ, ანუ ეს მოთხოვნები ეხება საქმიანობას, ანუ არის გარკვეული საქმიანობა, რომელიც იზღუდება და ბანკი ამბობს, რომ ანუ არ უნდა დაფინანსდეს ამ პროგრამაში ესეთი ტიპის საქმიანობები და სლაიდზე არის ის ძირითადი საქმიანობები, რაც იზღუდება. ეს არის სამხედრო და ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობები, ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული საქმიანობები, თამბაქო და სახიფათო ნივთიერებთან დაკავშირებული საქმიანობები და უფრო მეტი დეტალები თუ გაინტერესებთ, კონკურსის უკაცრავად მარეგულირებელ ნორმებში ატვირთული არის IFC-ის დოკუმენტი, სადაც მითითებული აკრძალულ საქმიანობათა ნუსხა და შეგიძლიათ გაეცნოთ. ერთ განმარტებას გავაკეთებ ალკოჰოლურ სასმელებზე, რომ ალკოჰოლურ სასმელებიდან ღვინო არის გამონაკლისი და მეღვინეობასთან დაკავშირებული საქმიანობები და შეიძლება განიხილებოდეს თან დაფინანსებისთვის. რაც შეეხება მიზნობრივ ხარჯებს, მიზნობრივ ხარჯების ახლა თითოეულის განმარტება სანამ დავიწყებთ, ყველას გირჩევთ რომ გაეცნოთ პროექტის ბიუჯეტს. ფაქტიურად ძალიან ბევრი ტიპის ხარჯი შეიძლება გაითვალისწინოთ პროექტის ბიუჯეტში, უბრალოდ არის გარკვეული შეზღუდვები. ხშირად არის ხოლმე კითხვები, არის თუ არა ხელფასები დასაშვები. ხელფასები რა თქმა უნდა არის დასაშვები, ხელფასებისთვის ცალკე მუხლი არის. მათ შორის დამფუძნებლების ხელფასებიც შეიძლება იყოს, ანუ მაგაზე შეზღუდვა არ არის, უბრალოდ ჯიტას რეკომენდაცია არის, რომ და წერია კიდევ სახელმწიფოში, რომ თანამშრომლის ერთი თანამშრომლის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს საქსტატის საშუალო ოდენობის 3 ოდენობას. დღეის მდგომარეობით თუ ზოგად საშუალოს ავიღეთ საქსტატს აქ დაახლოებით 1200 ლარამდე, ანუ 3500-3600 ლარზე მეტი არ უნდა იყოს დარიცხული, ანუ გროს ხელფასი ერთი თანამშრომლის. თუმცა გარკვეულ გამონაკლისის შემთხვევებში ეს რეკომენდაცია შეიძლება არ გავითვალისწინოთ და ეს ეხება ისეთ ტიპის პროფესიებს და ისეთ ტიპის თანამშრომლებს, რომელთა საშუალო ხელფასი ბაზარზე ზოგად საშუალოსაგან განსხვავებულია. მაგალითად შეიძლება იყოს IT მიმართულების თანამშრომლები, თქვათ ვებ დეველოპერები და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში აპლიკანტი ასაბუთებს გამარჯვებული გამოვლენის შემდეგ ასაბუთებს რომ თქვა იმ სახელფასო განაკვეთებში რაც არის რეკომენდებული ვერ ჩაეტევა, ასაბუთებს რატომ ვერ ჩაეტევა, რა არის ბაზარზე განაკვეთები და ასე შემდეგ და ამის საფუძველზე ხდება პროექტის დაფინანსება. ანუ ეს შეზღუდვა ხელფასთან დაკავშირებით არის სარეკომენდაციო ხასიათის. რაც შეეხება თუ მიზნობრივ ხარჯს, აუცილებელია რომ მიზნობრივი ხარჯი რომ მიზნობრივად აღიაროს ჩიტა მერე მონიტორინგის დროს. პირველ რიგში ბიუჯეტში უნდა ეწეროს აუცილებლად ბიუჯეტ გათვალისწინებული ხარჯი უნდა იყოს. ასევე პროექტის განხორციელების პერიოდში უნდა იყოს გადახდილი, ამაზე ხშირად არის ხოლმე ესე თქვა არამიზნობრივი ხარჯები, რომ სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, მანამდე ხარჯავს თქვა ბენეფიციარი რაღაც რესურსებს და მერე ამ დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს. სამწუხაროდ ბანკის პირობებით, სანამ იმპლემენტაცია არ დაიწყება ოფიციალურად, მანამდე დახარჯული თანხა რა თქმა უნდა არ ჩაითვლება არამიზნობრივად მიუხედავად იმისა, ეს თანხა ბიუჯეტით გათვალისწინებული არის თუ არა. რა თქმა უნდა, აუცილებელი უნდა იყოს პროექტის განსახორციელებლად თანხები, ხარჯები უფრო სწორად, მხოლოდ იმიტომ რომ თქვა ბიუჯეტში გვიწერია და უნდა ავითვისოთ, ამის გამო არ უნდა მოხდეს დახარჯვა რესურსების პირდაპირ კავშირი უნდა იყოს იმ ძირითადი მიზნების და ამოცანების განხორციელებასთან, რაც არის პროექტთან დაკავშირებული. ბუღალტერია თქმა უნდა მოწესრიგებული უნდა იყოს და დოკუმენტაცია შესაბამისი უნდა გქონდეთ და შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ეხლა რაც შეეხება არამიზნობრივ ხარჯებს, ანუ ისეთ ტიპის ხარჯებს, რომელთა ბიუჯეტში გაწერა დაუშვებელია, ან თქვათ შემდგომ ასე ვთქვათ გაწევა
ნებისმიერი არამიზნობრივი ნებისმიერი პროცენტიან ვალი არის არამიზნობრივი ხარჯი, ანუ არ შეიძლება სესხის ან ძირის დაფარვა ან სესხის პროცენტის დაფარვა გრანტის რესურსებით და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც რომ გაითვალისწინოთ, ანუ მიზნობრივი და არამიზნობრივი ხარჯების მოთხოვნები ეხება არა მარტო გრანტს, არამედ თანადაფინანსებას. ანუ ჯიტა სრულად ახორციელებს მონიტორინგს არა მარტო მის მიერ გაცემულ გრანტზე, არამედ აპლიკანტის და ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების სახით მოზიდულ რესურსებზე, იმ რესურსებზე, რაც დაბიუჯეტებული არის, ესე ვთქვათ, იმ მინიმალურ რესურსებზე, რაც ჩვენ ვამოწმებთ. რა თქმა უნდა, თუ დამატებით მოიზიდავს ბენეფიციარი ინვესტიციებს, რა თქმა უნდა, იმას აღარ ვამოწმებთ და ესე არ ჩავდივართ დეტალებში. გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა არ შეიძლება ბიუჯეტიდან, ანუ ორი შემთხვევა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი აპლიკანტების გარკვეული ნაწილი ბიუჯეტში წერს ხოლმე, თქვა სხვა ხარჯების მუხში, სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. ანუ ესეთი ფორმით დაბიუჯეტება არ შეიძლება, ხარჯები იყოს კონკრეტული და გასაგები, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები არავის არ შეიძლება წარმოეშვას, რა თქმა უნდა შეიძლება წარმოეშვას, შეიძლება ყველას წარმოეშვას. გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევის აუცილებლობა, ანუ ამ შემთხვევაში არსებობს წინასწარ წერილობით შეთანხმება დონორთან, რა თქმა უნდა თუ გაიმარჯვებთ და დაიწყება პროექტის დაფინანსება და მე აღმოჩნდება რომ რაღაცა ისეთი ხარჯი უნდა გაწიოთ, რომელიც მანამდე ბიუჯეტში არ ქონდათ გათვალისწინებული, წინასწარ წერილობით ათანხმებთ ამას დონორთან და ამის შემდგომ თუ რა თქმა უნდა თანხმობას მიიღებთ, მე უკვე შეგიძლიათ რომ ეს გაუთვალისწინებელი ხარჯი გახადოთ გათვალისწინებული, ესე ვთქვათ. რაც შეეხება DRG-ს, მოგების და იმპორტის გადასახადს, იქიდან გამომდინარე რომ გრანტის მიღებია, ბენეფიციარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გრანტის მიღები თავისუფალია ზემო აღნიშნული გადასახადებისაგან. ამ თანხებს ან გადასახადებს არ იხდით, ან თუ იხდით იბრუნებთ დეტალებზე, როგორ თავისუფლდება ბენეფიციარი ამ გადასახადებისაგან გამარჯვებულო გამოვლენის შემდგომ, ყველა გამარჯვებულს უტარდება ტრენინგი და დეტალურად მოგაწვით ინფორმაციას, როგორ ხდება ამ გადასახადებისაგან გათავისუფლება, ან უკან დაბრუნება. ასევე დაუშვებელია ისეთი ტიპის ხარჯების მოთხოვნა ბიუჯეტში, რომლებიც უკვე სხვა წყაროდან არის დაფინანსებული. დაუშვებელია კურსდაშორისო სხვაობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ნებისმიერი მოსაკრებითი ჯარიმის გადახდა, გართობითი და წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე ადგილმონაცვლეობის ხარჯები და შეწირულობები. დაუშვებელია მიწის და შენობანაგებობის შესყიდვა. ასევე სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოები არის შეზღუდული და საერთო ბიუჯეტის 25%-ს არ უნდა ცდებოდეს ეს სამშენებლო სამუშაოები, თუ ითვალისწინებს პროექტის ბიუჯეტი ამას. ეხლა შეიძლება განაცხადის წარდგენას, როგორც თავიდან გესაუბრეთ, განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ გრანტების პორტალის მეშვეობით, თქვათ, ვიღაცამ შეიძლება იმეილზე გამოგზავნოს დამატებით რაღაცა დოკუმენტი, ან ჯიტას კანცელარიაში მოიტანოს რაღაც დოკუმენტი, ანუ არანაირი უფლება არ აქვს ჯიტას და არც იხილავს, არც განუხილია და არც განიხილავს გრანტების პორტალის გვერდით ავით მოწოდებულ არანაირი ინფორმაციას. ანუ თქვენ შეიძლება მეილს გამოგზავნოთ რაღაცა, შეიძლება ჩააბაროთ კანცელარიაში, მაგრამ ამისი განხილვა იმ საერთო დოკუმენტაციასთან ერთად, რაც გრანტების პორტალზე არის ატვირთული, არ მოხდება. ჩაიბარებს რა თქმა უნდა კანცელარი და მეილზეც მოვა, მაგრამ განხილვის უფლება არ აქვს სამწუხაროდ ჯიტას, ამიტომ ერთადერთი გზა არის გრანტების პორტალი განაცხადების წარდგენის. ერთ პაუზას კიდე გავაკეთებ და თუ შეიძლება ან ჩეტში მოიწერეთ, ან აქ მითხარით როგორ ისმის ჩემი ხმა და რამე ხარვეზები ხო არ არის. კარგად იცის ყველაფერი ჩემთან. ძალიან კარგი, მადლობა. მაშინ გავაგრძელებ. ხო, როგორც ვისაუბრე, მარტო პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი განაცხადები განიხილება. ყველა განაცხადს ენიჭება უნიკალური კოდი ან ნომერი. ანუ თქვენ შემთხვევაში იქნება IN $14 რაღაც ციფრი. აი ეს 14-ის მერე რაღაც ციფრი იქნება, თქვა თქვენი ესე ვთქვათ შიფრი უნიკალური, რომლის მეშვეობითაც იქნება კომუნიკაცია გრანტების კოორდინატორებთან, ჯიტასთან და ამ ნომრის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პროექტის სტატუსის შესახებ. დეტალური ინსტრუქციის მული პორტალის საშუალებით განაცხადის წარდგენის სლაიდზე არის მითითებული. ასევე გრანტების პორტალზე შეგიძლიათ ნახოთ. არის ატვირთული. ეხლა რაც შეეხება დოკუმენტაციას, რა ტიპის დოკუმენტების წარმოდგენა არის სავალდებულო კონკურსში. ნუ ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს დოკუმენტები, ძირითადი დოკუმენტაცია და ასე ვთქვათ დამხმარე დოკუმენტაცია. პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეს არის ბიზნეს გეგმა, რომელიც ორივე ენაზე ივსება, ქართულად და ინგლისურად.
ძირითადი დოკუმენტის ფორმები მსოფლიო ბანკის მიერ არის დამტკიცებული STF გრანტების პორტალზე და შეგიძლიათ იხილოთ, ვიღაცა შეიძლება კონდეს უკვე გამზადებული თქვათ ბიზნეს გეგმა, ქონია ჩვენ ესეთი შემთხვევები, რომ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ან რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში უფასოდ უწერენ ბიზნეს გეგმებს, ან ზოგი შეიძლება ფასი გადაიხადა და ქონია რომ აქვს ძალიან კარგი ბიზნეს გეგმა და ძალიან მაგარი. შეიძლება უკეთესი ვიდრე თქვა დამტკიცებული ტემპლეიტია მსოფლიო ბანკის მიერ. შეიძლება იყოს მართლაც ესე. თუმცა სავალდებულო არის ყველა აპლიკანტისთვის, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული ეს ბიზნეს გეგმის ტემპლეიტი, რაც STF გრანტების პორტალზე ეს შეივსოს. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა შესაძლებელი იყოს აპლიკანტების და თუ არ იქნება დაცული ეს ფორმატი, რა თქმა უნდა, განაცხადი მოიხსნება კონკურსიდან. ამიტომ გთხოვთ ამას ყურადღებით მოეკიდეთ, რომ დამტკიცებული ფორმები რაც არის, როგორც ბიზნეს გეგმის, ასევე ბიუჯეტის, ასევე მოგებაზრალის ეს ფორმები დაიცავით. შემდეგი არის პროექტის ბიუჯეტი. ეს როგორც გითხარით, დამტკიცებული ფორმა არის, საკმაოდ მარტივი ფაილია, თუმცა საკმაოდ დეტალურად უნდა შეავსოთ. გასაწევი ხარჯების ნუსხა. ესეც ითურთება გრანტების პორტალზე. შემდეგი არის ფინანსური პროგნოზი, მესამე ძირითადი დოკუმენტი. ეს არის იგივე მოგებაზრალის ანგარიშგება Excel-ში მომავალ 3 წელზე. ეს არის საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც უნდა დაწეროთ თქვენ. ამასთან დაკავშირებით ანუ შეიძლება არის ხოლმე კითხები, რომ აი რომ ჩავწერო მე მეორე წელს, ვთქვათ 20 მილიონი ლარის თლიანი შემოსავალი და რო ვერ მივიღო ეს 20 მილიონი ლარი, რითი დავისჭები, ან რა ზომებს მიიღებ ჩიტა. ანუ ამ კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პროგნოზი, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს და ჯიტა მაგას ამდენად აცნობიერებს. შეიძლება გამართლდეს და უფრო მეტი შედეგი დადოთ რეალურად თქვენ, ვიდრე პროგნოზი გქონდათ. ან შეიძლება საერთოდ ვერანაირი შემოსავალი ვერ მიიღოთ, გილობთ, ხო? ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალ რისკიანი სფეროა ეს სტარტაპ ეკოსისტემა. ამიტომ თავარია და ბენეფიციარმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რასაც აიღებს ის კონტრაქტით. ანუ თანხები ხარჯავს მიზნობით და შეასრულოს ის აქტივობები, რაც ბიზნეს გეგმაში უწერია და თუ ვერ გავიდა, ესე ვთქვათ, იმ ფინანსურ მაჩვენებლებზე, რაც აქვს, ვთქვათ, მას დაპროგნოზებული ამ ფაილში. ამის გამო ესე ვთქვათ, სადამშელო ღონისძიებები დონორს არ აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი უნდა გააკეთოთ. ან თქვათ, ვიღაცამ შეიძლება ზედმეტად პესიმისტური პროგნოზი გააკეთოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფაილები ფასდება საკმაოდ გამოცდილი ინვესტორების მიერ, ეცადეთ, რომ მეტნაკლებად რეალური პროგნოზი იყოს, რეალობასთან მიახლოებული. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს პროგნოზი არის და პროგნოზი შეიძლება არ გამართლდეს. მეოთხე, რაც არის სლაიდზე, ეს არის გარემო სტატუს შეფასების კითხვარი. ეს სახელმწიფოში წერია, რომ ივსება და იტვირთება აპლიკანტის მიერ და აქ სლაიდზეც არის. თუმცა ამას მიეცეთ ყურადღება, რომ რეალურად ეს ფაილი გარემო სტატუს შეფასების კითხვარი არის შაშენებული სისტემაში. ანუ Word-ის ფაილი კი არის ატვირთული დამატებით დოკუმენტებში, მაგრამ თქვენ ამ კითხვას არსად არ აბავთ, ესე ვთქვათ, რა პირდაპირ სისტემაშია ჩაშენებული და კიდე არას პრინციპით ავსებთ და საჭიროების შემთხვევაში კომენტარს მიუთითეთ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს მეოთხე დოკუმენტი კითხვარი თქვენს მიერ დამატებით არ იტვირთება ფაილი, პირდაპირ სისტემაშია ჩაშენებული და ავსებთ სისტემაში. ეხლა რაც შეეხება თანდართულ დოკუმენტაციას, ანუ დამატებით დოკუმენტაცია, რასაც ასევე ასატვირთია თქვენს მიერ სისტემაში. განახლებული საჯარო რეესტრის სამონაწერი, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გადამოწყვეტეს კომპანიის დამფუძნებლების სტრუქტურა, წილობრივი სტრუქტურა, ასევე უნდა შემოწმოს კომპანიის დამატებითი ინფორმაცია, ამიტომ განახლებული საჯარო რეესტრის სამონაწილე ბოლო 6 თვის განმავლობაში. ანუ თუ თქვენ დღეს აპირებთ განაცხადის აკეთებას, დღემდე 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს განახლებული, შეიძლება გუშინდელი იყოს, შეიძლება 5 თვის წინანდელი იყოს, შეიძლება 2 თვის წინანდელი იყოს. ანუ თავარია 6 თვეზე ძველი არ იყოს, ესე ვთქვათ. ასევე სავალდებულო არის ძირითად პერსონალის CV-ების ატვირთვა. ანუ აქ იგულისხმება ის ძირითადი გუნდი, რომელიც უნდა შეფასდეს ექსპერტების მიერ, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან, ასე ვთქვათ, პროექტის წარმატებით შესრულებაზე და იმ პროდუქტის ბაზარზე გატანაზე. ის ძირითადი გუნდი. აქ საუბარია 3-დან 5 ადამიანამდე. CV-ები აუცილებლად ორივე ენაზე უნდა იყოს წარდგენილი, ქართულადაც და ინგლისურადაც. ენასთან დაკავშირებით ერთ განმარტებას გავაკეთებ რეალურად. შეიძლება არის ხოლმე ამაზე კითხვები და დამავიწყდა მეთქვა. სავალდებულოა უმრავლესობა დოკუმენტის ორივე ენაზე ატვირთვა. განსაკუთრებით ეს ეხება შინაარსობრივ დოკუმენტებს, აი ეს
პირველი სამი რაც ვისაუბრეთ, ორივე ენაზე უნდა იყოს აუცილებლად, თუმცა ექსპერტები არიან უცხოელები და შეაფასებენ და წაიკითხავენ მხოლოდ ინგლისურ ვარიანტს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ან არ უნდა შეავსოთ, ან ზერელთ უნდა შეავსოთ და ასე შემდეგ. იქნება გამომდინარე, რომ სავალდებულო არის ქართული ფორმის ატვირთვაც, ორივე უნდა იყოს შევსებული სრულყოფილად. მაგრამ რა თქმა უნდა, ინგლისური შეფასდება, ქართული არ ფასდება რეალურად, იმიტომ რომ ექსპერტები არ არიან ქართველები. რაც შეეხება დეკლარაციებს, საგადასახადო დეკლარაციებს, ანუ დეკლარაციების წარდგენა ყველასთვის არ არის სავალდებულო. ანუ DRG-ს დეკლარაციების წარდგენა არის სავალდებულო მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, ვინც არიან DRG-ს გადამხდელები. ვინც დარეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში, როგორც DRG-ს გადამხდელები. ანუ ამ შემთხვევაში მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 12 თვის DRG-ს დეკლარაცია. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ დავადგინოთ ხო არ აღემატება აპლიკანტის ბრუნვები იმ მოთხოვნებს, რაც კონკურსის პირობებშია გაწერილი. ხოლო თუ აპლიკანტი არ არის DRG-ს გადამხდელი, ძალიან მარტივად ონლაინ ვეკეთდება ცნობა, რომ კომპანია არ არის DRG-ს გადამხდელი და აი ამ ცნობას twitch-ავთ პორტალზე. ეხლა გადავედით თავარზე, ანუ პროცედურა როგორი არის, ანუ როგორ ხდება შეფასება განაცხადების. სამეტაპიანი არის განაცხადების შეფასება, ასე ვთქვათ. პირველი ეტაპი არის, რასაც ქართული მხარე რეალურად შეფასების განაცხადების ტექნიკური შემოწმება. პირველი ეტაპის პირველი ეტაპი ეს ვთქვათ არის განაცხადების შემოწმება ბუნებრივი და სოციალური გარემოების ზემოქმედების კუთხით. რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული, თუმცა როგორც ეს ქართველია ხოლმე ეს ექსპერტი აფასებს, ამოწმებს პროექტის საქმიანობის სახეს და ამოწმებს ხო არ არის პროექტის საქმიანობა და პროექტის მიზნები გარკვეულ კავშირში იმ აკრძალულ საქმიანობათა ნუსხასთან, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. თუ კავშირშია და თუ შედის იმ საქმიანობებში მოხსნა ხდება კონკურსის განაცხადიდან, თუ არა და გადადის შემდეგ ეტაპზე. ასევე მოწმდება ამ პირველ ეტაპზე განაცხადის შეფასება საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, ანუ რამდენად სრულად არის დოკუმენტაცია ატვირთული, რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი იმ პირობებს, რაც კონკურსში არის გაწერილი, რამდენად ფორმატი რამდენად არის დაცული, რაც ვისაუბრებ, პირობითად ბიზნეს გეგმა არის თუ არა იმ ფორმატში, რაც მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა, თუ აპლიკანტმა თავისი მეგობრის ან ბიძაშვილის ან რომელიღაცა ავტორი კომპანიის მიერ მომზადებული ბიზნეს გეგმა ატვირთა. განსხვავებულ ფორმატში. და პირველი ეტაპის ბოლო ნაწილი არის განაცხადების შემოწმება ინტელექტუალური საკუთრების კუთხით, ანუ განაცხადი ყველა განაცხადი, რომელიც არ არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ეგზავნება საკპატენტს და საკპატენტი ამოწმებს განაცხადის პატენტუნარიანობას, ასევე ამოწმებს ხო არ არღვევს განაცხადებელი ამ თავისი ბიზნეს გეგმით სხვა უკვე პატენტმფლობელის საპატენტო უფლებებს. ამ კუთხით საკპატენტმა რაც უნდა დაწეროს თავის რეპორტში, ანუ რეალურად კონკურსიდან განაცხადი არ მოიხსნება, უბრალოდ საკპატენტის ანგარიშები ხელმისაწვდომი ხდება შემფასებელი ექსპერტებისთვის. და მათ შეუძლიათ გაითვალისწინოს საკპატენტის ანგარიში არსებული ინფორმაცია. ან არ გაითვალისწინოს. ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი მათთვის არის. და თქვენ ნახავთ ამას. შემდეგი ეტაპი უკვე ყველა განაცხადი, რომელიც აი ამ პირველ ტექნიკურ შემოწმებას წარმატებით გაივლის, რაც საკმაოდ ადვილი არის თუ ყურადღებით შევასვეთ განაცხადს. ყველა გადადის მეორე ეტაპზე, რომელ ეტაპზეც ხდება განაცხადების ხარისხობრივი შემოწმება. შეფასების კრიტერიუმებზე საუბარს დეტალებში აღარ დავიწყებთ, შეგიძლიათ სახელმწიფოში მათ განმარტებებს, ესე ვთქვათ, დეტალურად ამ თითოეულ შეფასების კრიტერიუმი რას გულისხმობს, როგორ აფასდება ექსპერტების მიერ და ყველა განაცხადი, რომელიც შეფასების მეორე ეტაპზე გადავა და peer expert-ი, ანუ peer expertise-ას ფაქტობრივად ეს არის peer review არის მეორე ეტაპი, როცა ორი დამოუკიდებელი ექსპერტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე რომ ერთმანეთის შეფასებები არ იციან, აფასებენ ამ განაცხადებს აი კრიტერიუმის შესაბამისად, რომელზეც ახლა ვისაუბრებ. და იწერება ქულები. რაც არ უნდა დაბალი ქულა დაწეროს peer expert-მა ან ერთმა ან ორივემ, ხო? ყველა განაცხადი გადადის მაინც საინვესტიციო კომიტეტთან შესაფასებთან. ანუ თუ პირველი ეტაპი, ანუ ტექნიკური შეფასება გაიარეთ
საინვესტიციო კომიტეტმა ტამდე ყველა ვარიანტში მიხვალთ. უბრალოდ საინვესტიციო კომიტეტი მერე განაცხადეს აფასებს ფაქტობრივად ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე აფასებს დოკუმენტებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კანდი ინტერვიუზე მოიწვიოს თუ არა და შემდგომ არის ინტერვიუ. ეს დავამატებ, რომ საინვესტიციო კომიტეტის წევრებს ყველას აქვს შესაძლებლობა და ნახულობს ყველა უკვე peer ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და კომენტარებს. ხო, ну ამის შემდგომ ხდება ინტერვიუ არის 1 საათიანი, ან 15 წუთამდე ხანგრძლივობის პრეზენტაცია და შემდგომ 45 წუთამდე ხანგრძლივობის კითხვა-პასუხის რეჟიმი არის და ამის შემდგომ ხდება გამარჯვებულების გამოვლენა და როგორც ვთქვით, 3 თვე არის ვადა იმისთვის, რომ გამარჯვებულები დაკონტრაქტდნენ. პრინციპში ძირითადად ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კითხვებზე. ჯობია რომ ხელისაწევით მანიშნოთ, ვისაც კითხვები აქვს და შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ დეტალებზე. ანი მირცხულავა სუსმენთ, აბა. გამარჯობა. ცოტა გვიან შემოგიერთდით და შეიძლება ვერ მოვისმინე, იცით რა მაინტერესებს, თუ კი ვთქვათ არ არის დარეგისტრირებული ან შეპესეთ ან ინტბეწარმეთ აქვს ესეთ პიროვნებას განაცხადის შემოტანის უფლება? მადლობა ანი კითხვისთვის. თუ აპლიკანტი არ არის დარეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტად, მას განაცხადის შემოტანის უფლება არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა. არა მარტო დარეგისტრირებული, არამედ რეგისტრაციიდან 1 წელი უნდა იყოს გასული. ამიტომ ვინც გვიან შემოგვიერთდა, ხა ვთქვათ 5 წუთი მის დააგვიანა, არ არის პრობლემა, მაგრამ აი 9 საათი მის დააგვიანა და მე შემოგვიერთდა, ხა ჯობია კითხვებისგან პირველ ეტაპზე სანამ დავამთავრებთ, ესე ვთქვათ, პირველ ეტაპზე კითხვები დასვან იმ ხალხმა, ვის თავიდანვე ესწრებოდა და ბოლო ეტაპისთვის დავსვათ კითხვები, რომ მაგრაზე ყველაფერზე ნასაუბრები გვაქვს. ჩვენ ასევე დამატებით გეტყვით, რომ 29 აპრილსაც იქნება ერთი საინფორმაციო დღე, რომელსაც ჩემი კოლეგა ლაშა მურჯიკნელი ჩაატარებს და იქნება საშუალება, რომ დაესწროთ თქვენთვის სასურველი კითხვები დასვათ. გასაგებია, მადლობა. მადლობთ. შემდეგ კითხვა არის ბექამ გალობლიშვილი, ბექა გისმენთ? გამარჯობა. მე მაქვს ესეთი კითხვა, რომ ვისაუბრეთ აი პერიოდზე, შიპოს დაარსების პერიოდზე. ეს კითხვა მაქვს ორ სხვადასხვა შიპოსს, რომელსაც აქვს წელზე მეტი დაფუძნების ვადა, რომ თუ აქვს შექმნილი ახალი შიპოსი, რომელიც არ არის ერთ წელი გასულიას დაარსებულია, ასეთი შიპოსისგან თუ იღებთ განცხადებებს. ან ორმა სხვადასხვა შიპოსს, რომელსაც აქვს თავისი ერთწლიანი გამოცდილება და არსის მესამე, რომელიც ახალი დაარსებულია, მასიც თუ აქვს შემოტანის უფლება განცხადების. აი ორ თან აპლიკანტებს რო ვისაუბრეთ, მაგ კუთხით კითხვა. კი ბატონო. ანუ შეხედეთ რა შესაქმე, ანუ ამ საკითხზე თავში ვისაუბრე, არ ვიცი შეიძლება არ მიაქციათ ყურადღება. ანუ შეზღუდვები არის ამ თავარ აპლიკანტზე და რა შეზღუდვები არის ეს? ის რომ წილების მინიმუმ 51% უნდა ფლობდნენ ფიზიკური პირები. ანუ არ უნდა იყოს აპლიკანტის საწარმო სხვა კომპანიების შვილობილი კომპანია, გესმით? ანუ ცალსახად 50% უნდა ფლობდნენ ფიზიკური პირები. ანუ ამ შვილობილმა კომპანიამ კი უნდა განაცხადოს, ანუ გამოდის რომ იმ თავარმა ორმა ამ შვილობილი კომპანიის დამფუძნებელმა კომპანიებმა უნდა განაცხადონ, როგორც თანა აპლიკანტებმა, ესე იგი ეგრე გამოდის. კი, ერთი იქნება მთავარი აპლიკანტი და მეორე იქნება თანა აპლიკანტი. მაგ შემთხვევაში შეიძლება. თუ რა თქმა უნდა, აკმაყოფილებენ იმ პირობებს, სადაც ვისაუბრეთ. ანუ ხო, თუ ის კომპანიები სხვა კომპანიების საკუთრებაში არ არიან. თუ მოიგეს ეს გაიმარჯვეს ამ საგრანტო კონკურსში, ეს გრანტი ამ თავარ აპლიკანტს ჩაერიცხება, თუ ცალკე მერე შეიძლება დაარსო. გრანტი ჩარიცვა ხდება მხოლოდ თავარ აპლიკანტზე და ანგარიშებაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ თავარი აპლიკანტი, თუმცა თავარ აპლიკანტს მერე აქვს საშუალება, რომ თანა აპლიკანტს გადაურიცხოს გრანტის რაღაც ნაწილი პირობითად და ისე ანუ გააჩნია პროექტის დაგეგმას, ანუ სისტემა და პროცესი ესე არის გაწერილი, რომ ჯიტასთან რეპორტინგს ახორციელებს მხოლოდ თავარი აპლიკანტი და გრანტი ერიცხება მხოლოდ თავარ აპლიკანტს. მადლობა. მადლობთ. შემდეგი კითხვა აქვს, სტუმარი უსახელო ადამიანი არის შემოსული და აი ამ უსახელო ადამიანს შეუძლია რომ დასვას კითხვა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებდა, ანუ ორი კითხვა მაქვს, ერთი ახსენეთ რომ
იგეგმება ამ პროექტის იდეაში მხოლოდ ბოლო ესე ეტაპია 2 მაისს, ხო? როგორც ახსენეთ, განცხადების მიღება შემდეგ. და თუ არის რამე ცნობილი, რომ კიდე გაგრძელდება თუ არა აღნიშნული, რა თქვა, პროექტი. იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვერ გეტყვით. გესმით, ანუ ბექა, ამ საკითხზე მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ 100,000 ლარიანიც ხო, 100,000 ლარიანიც იგეგმებოდა, რომ უნდა ბოლო ეტაპი ყოფილიყო, მაგრამ გაგრძელდა, ხო და მაგიტო დავასვეს. ანუ ბანკებით არ გეცოდინება, ვერ გეტყვით ახლა. მოგიტყოდ რა გაგრძელდება, მე ვერ გაგრძელდეს, ანუ ჯობია რომ ანუ ვერ გეტყვით, ანუ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია მე არ მაქვს, ამ ეტაპზე ბანკის პროექტი რაც არის, ბანკის პროექტი ითვალისწინებს ეს შეფასების ამ ბოლო რაუნდს, რომელიც ახლა რომელსაც დედლაინი ექნება 2 მაისს. კი ბატონო. და 2 მაისის შემდგომ რა პერიოდზეა ეს გაწერილი შეფასება თვითონ ამ პროექტის? ძალიან კარგი კითხვაა, წესით ამაზე მე პრეზენტაციის დროს უნდა მესაუბრე, მაგრამ დამავიწყდა. 2 მაისიდან დაახლოებით 2 კვირიან პერიოდში დამთავრდება პირველი ეტაპი, ანუ ტექნიკური შემოწმება განაცხადების. შესაბამისად, 18 მაისის უკვე დამთავრებული იქნება ეს. შემდგომ დაიწყება peer review, რომელიც ასევე დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე ვადაში დამთავრდება. თუმცა თქვენ ამაზე ვერაფერს ვერ გაიგებთ, იქნება გამომდინარე, peer review-დაც უნდა დაწეროს არსებითი მნიშვნელობა, ანუ გარდახვალ თუ არა ფინალში ამაზე გავლენას არ ახდენს ეს. იმ საინვესტიციო კომიტეტი განიხილავს პირველ ეტაპზე, როგორც გითხარით, და დაახლოებით 5-დან 10 ივნისამდე პერიოდში იქნება უკვე ცნობილი იმ აპლიკანტების ვინაობა, ვინც საინვესტიციო კომიტეტის მიერ მოწვეული იქნა ინტერვიუზე და ასევე ამ აპლიკანტებისთვის ცნობილი გახდება უკვე peer ექსპერტების შეფასებები, კომენტარები და ქულები. და ივნისის 18-20 რიცხვებში დაახლოებით დაზუსტებულს რა თქმა უნდა ცოტა მოგვიანებით გაცნობთ, იქნება უკვე ფინალები, ანუ ინტერვიუები საინვესტიციო კომიტეტის წინაშე. ანუ ივნისის ბოლომდე შეფასების ეტაპიდან დასრულდეს. და კიდე ერთი პატარა შეკითხვა დაფინანსებასთან დაკავშირებით, ანუ ახსენეთ, რომ როგორც იქნება გაწერილი პროექტის მიხედვით, ანუ პირველ ეტაპზე პროპორციულად უნდა მოხდეს თანადაფინანსება, ესე ვთქვათ. პირობითად თუ რაღაცა 600,000 გაქვს მოთხოვილი, მაგრამ პირველ ეტაპზე ითხოვ რაღაც 100,000 რო იყოს, ანუ შესაბამისად 100,000-ის თანხა უნდა დაიდოს ანგარიშზე, ხო? ამ შემთხვევაში უკვე საგრანტო პირობაში სრულად თქვათ 600,000 გაქვს მოთხოვნილი, ამის უზრუნველყოფა რა ფორმით უნდა მოხდეს წინასწარ, რომ ეს რეალურად სხვადასხვა ეტაპზე ჩაერიცხება ეს თანხები. პირველ რიგში ყველასთვის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იმისთვის რომ წარმატების შანსები აგეზარდოთ კონკურსში, ხო, ანუ კარგად უნდა წაიკითხოთ სახელმწიფო, იმიტომ რომ სახელმწიფოში ბევრი ისეთი დეტალის წერია, რომელზეც ჩვენ არც საინფორმაციო დღეზე არ გვიწევს საუბარ და ვერ ვასწრებთ და ძალიან სასწრაფოა თქვენთვის რეალურად რა. პირველ რიგში შეეხება დოკუმენტს, ან რა შეიძლება იყოს დოკუმენტი, შეიძლება იყოს საინვესტიციო შეთანხმება, ან სასიცოცხლო ხელშეკრულება, ან თქვათ ფული ანგარიშზე, ანუ დოკუმენტს, რასაც ვითხოვთ, პირობითად გაიმარჯვა აპლიკანტმა, რომელსაც აქვს 650,000 ლარი გრანტი მოთხოვნილი და 650,000 ლარის თანადაფინანსება უნდა ჩადოს. ანუ ამ 650,000 ლარზე ვითხოვთ დოკუმენტს, რომ ეს 650,000 ლარი საიდანღაც მოვა. ანუ რაც წეგან ვისაუბრე, ან სასიცოცხლო ხელშეკრულება, ან საინვესტიციო ხელშეკრულება, ან თქვათ ფული მთლიანად უნდა იყოს ვიღაცის ანგარიშზე და ეს ვიღაცა უნდა ამბობდეს, რომ მე ამ თანხას თანადაფინანსების სახით გამოვყოფ აპლიკანტი კომპანიისთვის. ჩარიცხვასაც შეეხება, ანუ ჩარიცხვა უკვე ხდება ბიუჯეტის კვარტლების მიხედვით. გესმით, ანუ მთლიანად 650,000 ლარის ჩარიცხვას მაშინვე არავინ არ მოგთხოვთ და გადარიცხვების სქემა ცოტა როგორ გითხრათ, ანუ თლად კვარტალურად არ ირიცხება, ესეთი სქემა არის, რომ პირველ ტრანშად ირიცხება პირველი კვარტალი პლუს მეორე კვარტლის 50%, როგორც ჩიტას მხრიდან, ესევე თანადაფინანსების მხრიდან, გესმით? ანუ თუ პირველი კვარტალის და მეორე კვარტალის 100,000 ლარი არის, ანუ 150,000 გადმორიცხავს ჩიტა, 150,000 გადარიცხავს თანადაფინანსებელი გრანტის ანგარიშზე. მეგონი გასაგები იყო, მადლობა. ანუ მეორე კვარტლის 50% ემატება პირველ გადასარის ტრანშს რა.
კი ბატონო, მადლობა სრულყოფილი პასუხისთვის. მადლობა ბექა. შემდეგი არის ბექამ გალობლიშვილი. ისევ ერთ კითხვას დავსვავ, რომ უკაცრავად წერან ვიკითხე ის მივალი კითხვიდან პასუხიდან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა გამიშთა. რადგან ესე თან აპლიკანტების აქვს შემოტანის უფლება ამ შემთხვევაში, აქვს თუ არა მაგ შემთხვევაში ამ თან აპლიკანტების საქმიანობას მნიშვნელობა. და რატო გითხულობ გეტყვით ან თუ არის მაგალითად ეს თანამთავარი აპლიკანტი სამშენებლო კომპანია, რომელიც სამშენებლო ბიზნესში არის, მაგრამ ახალ ინოვაციურ პროდუქტს ქმნის, რომლისთვისაც შექმნეს ახალი შეფასება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ახალი შეფასება უარგისია, ანუ არ არის ვარგისი ამ გრანტისთვის და თქვა შემოიტანოს თავისი სახელი განაცხადი. რამდენად ხელშეუშლის თავისი საქმიანობა იმისთვის, რომ ახალი პროდუქტისთვის გრანტი მოიპოვოს. იცით რა, ეგ ცოტა რთული კითხვა არის, ეგ შეფასების ნაწილზე გადავედით, ანუ ტექნიკურ შეფასებაზე, რაც ქართული მხარე აკეთებს, პირადად მე მონაწილეობ. ხო, ანუ მან არანაირი პრობლემა და სირთულე არ იქნება. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის ისტორია ფასდება, ესე ვთქვათ რა, ექსპერტების მიერ. ანუ რეალურად ექსპერტების დასკვნაზე ვარ დამოკიდებული, თორემ ისე პრობლემას არ წარმოადგენს. შეაფასებენ იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რაც წერია სახელმძღვანელოში და როგორ შეაფასებენ და მათთვის ეს კარგი იქნება თუ ცუდი იქნება, რომ კომპანია არის სამშენებლო კომპანია და თქვათ რაღაცა ინოვაციური ახალი საქმიანობა აქვს. ანუ ესე გამზადებული პასუხი მე პირადად არ მაქვს და ვერც გაგცემთ რა. ანუ ხელისშემშლელი ფაქტორი ესე პირდაპირ არ არის, ეს შემიძლია გითხრათ. არც ერთ შემთხვევაში ამის გამო განაცხადი კონკურსთან არ მოიხსნება. და დანარჩენი რა თქმა უნდა დამოკიდებულია შემფასებელ ექსპერტებზე. ანუ რეალურად თქვენ რა პროდუქტი აქვთ? ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, რას ქმნით, ანუ რა გაქვთ შექმნილი, ანუ სასურველია რომ MVP გქონდეთ. და ისტორია კომპანიას ძირითადი გუნდი ვინ არიან და ასე შემდეგ. ანუ უნდა გაეცნოთ შეფასების კრიტერიუმებს რა, ანუ შინაარსობრივი ნაწილია და იქიდან გამომდინარე რომ ჯიტა და ქართული მხარე ამ შინაარსობრივი ნაწილის შეფასებაში არ მონაწილეობს, არც მაგის გამოცდილება აქვს და არც კომპეტენცია, ვცდილობთ რომ ამ კუთხით ესე ვთქვათ რჩევები და ისინი არ გავცეთ ხოლმე, იმიტომ რომ არასწორი იქნება რეალურად რა. კარგით, ანუ წავიკითხოს კრიტერიუმები და იქ მიხვდები უფრო და არის თუ არა საშუალება ვინმესთან კონსულტაცია რო გავიარო მსგავს კუთხით, ან ხელხაზიანს ესეთი გვაქვს რამე სერვისი? არა, ვერ გაიგეთ რას გეუბნებით მე თქვენ. რასაც არის შინაარსობრივი ნაწილი და შინაარსობრივი ნაწილზე საქართველოში და ჯიტაში პასუხს ვერავინ ვერ გაგცემთ, გესმით? ვიღაცამ შეიძლება თავისი სუბიექტური აზრი გითხრა და მე შემიძლია ჩემი სუბიექტური აზრი, გესმით? და არასწორი იქნება უბრალოდ, თორემ მე მაქვს ჩემი აზრი და შემიძლია გითხრათ, მაგრამ უბრალოდ არასწორი იქნება. გავიგე, ეხლა გავიგე ბოლოს. მადლობა. მადლობთ. შემდეგ კითხვა ნიკოლოზ მაჭავარიანს. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს პირველ რიგში ეს პრეზენტაცია სადმე შეიძლება რომ ვნახოთ? შეგიძლიათ კონტაქტ ტრანსკოჟიზე მოიწეროთ და გამოგგზავნით. კარგით და ის ხო ამ პრეზენტაციაში არის გრანტები რა კომპანიებზე არ გაიცემა, ანუ რა ტიპის დასაქმიანობები არის შეზღუდული არის კი იმით. კარგი, მაშინ მოვიწერები, მადლობა. მადლობთ. შემდეგ კითხვა აქვს ნინო გვიჩიანს. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის პირველ რიგში და მხოლოდ ესეთი კითხვაა დამრჩა. ანუ გრანტების პორტალზე რეგისტრაცია როგორ შეიძლება რომ გავიარო? სხვა კითხვები უკვე დაისვა და ამიტომ პასუხით მივიღე. გრანტების პორტალზე შეხვალთ grants.gov.gz-ზე. იქ მთავარ მენიუში ნახავთ აპლიკანტს და მიყვებით, ანუ ჩვეულებრივად როგორც ხდება ნებისმიერ მარტივ სისტემაში რეგისტრაცია, ეს იახდენთ რეგისტრაციას. თუ გარკვეული პრობლემები ექნებათ რეგისტრაციის დროს, შეგიძლიათ მოიწეროთ კონტაქტ ტრანსკოჟიზე ან ჯიტას call center-ში დარეკოთ და დაგეხმარებით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. არაფრის წარმატებას გისურვებთ. შემდეგ კითხვა აქვს კარენ მულკიჯანიას. გამარჯობა დიანაცვალე, მადლობა ინფორმაციისთვის. უბრალოდ მაქვს ორი კითხვა ესეთი. პირველი, აი განაცხადში თვითონ განცხადებებში Facebook-ზე და ყველაფერზე თქვენ გიწერიათ ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებას. ეს სინამდვილეში აქ არანაირ კავშირში საწარმოების შექმნასთან არ არის, ხო? როგორც ხვდებით.
იმიტომ რომ კომპანია უნდა იყოს შექმნილი და არა 1 წლის. მართალია, ხო? სწორად გავიგე? გესმით ჩემი? გესმით ჩემი ხმა? დიახ, მესმის. ხო, ანუ შეხედა შესაქმე ზოგადად ამ პროგრამის მიზანია ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. მართლა აბსოლუტურად. თუმცა ინოვაციური საწარმოების არსებულის, ანუ რეალურად შეხედა შესაქმე ეს მიზანი, რაც არის 650,000 ლარიანი გრანტებზე, ანუ არის მთლიანად ამ ჯინი პროექტის გრანტების კომპონენტის მიზანი, რომელიც ეხება 100,000 ლარიანი გრანტებსაც და 650,000 ლარიანი გრანტებსაც. ანუ შექმნის სტიმულირებაში, ანუ რა იგულისხმება ეხა ჩემი სუბიექტური განში, თქვენ მსჯელობას გარკვეულ ლოგიკა აქვს, გასაგებია, რომ თუ სტიმულირება არის, მაშინ რანაირად უნდა იყოს უკვე დაფუძნებული 1 წლის წინ. მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ისეთი ტიპის საწარმოების შექმნის სტიმულირება, რომლებიცაც აქვს დიდი ბრუნვები, რომელსაც პროდუქტი გატანილი ბაზარზე და ასე შემდეგ. ანუ ეს შექმნა იგულისხმება და არა უბრალოდ რეესტრში დაფუძნება, გესმით? ანუ მე ესე მესმის, რომ არა, თქვენ არასწორად გესმით, სამწუხაროდ შექმნა, ისეთ საწარმოების შექმნა, რომლებიც წარმატებულად გაიტანენ პროდუქტს ქართულ და თქვა საერთაშორისო ბაზრებზე და ეს პროდუქტი იქნება ინოვაციური, გესმით? შექმნილი ძალიან ბევრი არის, მათ შორის ფორმალურად და ფორმალური შექმნა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ამაში. კი, ინოვაციური საწარმო ცოტა სხვა რაღაცას ქვია, გასაგებია. მოკლედ მე როგორც გავიგე, ჯიტა ამ შემთხვევაში არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, კოორდინატორი გრანტის. ანუ ჯიტა არაფერს არ აფინანსებს. როგორ არის, იცით, ანუ ჯიტა საბოლოო ჯამში გამოდის დამფინანსებელი, ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში დამფინანსებელია გამოდის მსოფლიო ბანკი. და სინამდვილეში ეს საგრანტო კონკურსი კი არ არის, ეგ არის ვენჩურული კონკურსი. იმიტომ რომ როდესაც უკაცრავად თუ შეიძლება მე დავამთავრებ და მე მიპასუხეთ. კარგით? როდესაც თქვენ პირველ საინფორმაციო დღეს ატარებთ 1 კვირით ადრე, ამავე დროს ამბობთ, რომ იცით რა, უკვე მე მგონი სულ დახარჯულია 650,000. ნუ ცოტა უხერხულია და სიმართლე გითხრათ, მე ჯიტასგან უფრო სერიოზულ, ასე ვთქვათ, მოქმედებას ველოდი. დიდი მადლობა, გასაგებია ყველაფერი, უბრალოდ ცოტა ბატონო კარენ, მადლობა, თუ შეიძლება ცოტა სხვანაირად უნდა დაარქვათ მაშინ კონკურსი. მადლობა ბატონო კარენ შეფასებისთვის. რაც შეეხება საინფორმაციო დღეს, ეს საინფორმაციო დღეები ტარდება უკვე ფაქტობრივად 2 წელია. როგორც გითხარით, ეს არის მუდმივ რეჟიმში გამოცხადებული კონკურსი და ეს არის ალბათ 1/25 საინფორმაციო დღე, მინიმუმ, მეტი თუ არა. შესაბამისად ეს პირველი არ არის. ამ კონკურსისთვის ეგ არის პირველი. იმიტომ რომ წინა საქმე უკაცრავად თუ შეიძლება არანაირი კრიტიკის ნიშნით არ ვამბობ რა. მე უბრალოდ მინდა თქვენ დაგეხმაროთ. თქვენ ცოტა არაკორექტულად სვავთ კონკურსის პირობებს. მაგაშია საქმე და ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი მე რო უყურებ ახლა ჩატს, ძალიან ბევრი ხალხი გავიდა, იმიტომ რომ არასწორად გაიგო კონკურსის ნიშანი და ჯიტა საინფორმაციო ანუ კონკურსის პირობები რაც არის, ამას გაცნობთ. კონკურსის პირობები არის სოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული და რა მოთხოვნების აქვს სოფლიო ბანკის იგივე პირობებს გაცნობთ და ზოგადად თუ გაინტერესებთ ხა საინფორმაციო დღეების ფაქტობრივად სულ ვატარებ და როცა ტარდება საინფორმაციო დღე და დედლაინამდე არის დიდი დრო, ფაქტობრივად დასწრება არის ხოლმე ძალიან მიზერული, გესმით? ამიტომ ვატარებთ ხოლმე ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში იზრდება. ეხლა ერთი თვე მაინც უნდა იყოს, ხო? მაინც და ადრე ატარებდით ასე, მე მახსოვს თქვენი საინფორმაციო დღეები და არაერთხელ დავსწრები ვარ. მაგიტომ გეუბნები. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. მადლობთ შეფასებისთვის. შემდეგ კითხვა აქვს შოთა გამარჯობა. აია. აუ გიორგი იცით რა არის, ანუ დიდი ხანია ვიცი, მე მგონი ზემოდან ქვემოთ უნდა წაიკითხოთ შეკითხვისა რიგი, იმიტომ რომ მაგალითად მე ქალბატონ ნინოც და ერთ-ერთი გესტი ვართ რიგში და შოთა ახლა მოემატა და შეიძლება კიდე ბევრი მოემატოს ქვემოდან. მადლობა, ონისე, მოდი შოთასაც მივიდეს. ხოლო იმის გამო რომ ცოტა მეჩქარება და იმიტომ მოვყვეთ ზემოდან ქვემოთ, კი ბატონო.
ჯერ ეხა მოусმინოთ ჩოტას. კარგი. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მაგ ესეთი კითხვა რა, საწარმოო პროცესებს, საწარმოო ათულებს პატენტიზაცია თუ ესაჭიროება და ვისგან შეიძლება ეს რომელი ქვეყნებისგან იყოს, შეიძლება საპატენტო ორგანიზაციებისგან იქნას დაშვებული ესეთი რამე. თუ არის რა, ცხრილი. სამწუხაროდ ამ კითხვაზე ვერ აქცენტ მასწავლებელს. ზოგადად ჩვენი კონკურსის ფარგლებში სავალდებულო არ არის, რომ აპლიკანტს პატენტი ჰქონდეს თავის პროდუქტზე. თუმცა თუ პატენტი გაქვთ და ეს დაპატენტებადი პროდუქტია, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის უპირატესობა არის. მათ შორის ანუ შეიძლება სადგურები პატენტი შეიძლება საერთაშორისო პატენტი. რამდენად მარტივია ამის გავაკეთო რა, ანუ არსებობს რა თქმა უნდა თავის გამოთვლების. ანუ ზოგადად როგორც მე პრეზენტაციის დროს აღნიშნე, განაცხადი, ყველა განაცხადი თუ ის არ არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ეგზავნება საკპატენტს და ის ზოგადი ტიპის რეპორტს გზავნის. არ არის რა თქმა უნდა ეს დეტალური, მაგრამ გარკვეული ტიპის კვლევას ატარებს საკპატენტი და ამის საფუძველზე გზავნის ანგარის პროექტის და ბიზნეს სიგმის პატენტონარიანობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით ხო არ არღოს განცხადებელი სხვა უკვე პატენტოლოგიის საპატენტო უფლებებს. ეს შემიძლია გითხრათ, დანარჩენი ახლა სავალდებულოა თუ არა და როგორი ფორმით უნდა აიღოთ, სამწუხაროდ მე ვერ მოგაწყვეტ ინფორმაციას. უღრმესი მადლობა. მადლობთ. გისმენ ალბათ ონისა. ხო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. სულ ორი შეკითხვა მექნება მცირე. პირველი ეხება თანადაფინანსების ნაწილს. თქვათ, რამდენად დაშვებადი არის, რომ რამოდენიმე კომპონენტი ვახსენოთ ჩვენი მხრიდან დაფინანსების წყაროს. თქვათ, აწარმოოს საქართველოს მზაობა აქვს, რომ დააფინანსოს ჩვენი კომპანია, თუმცა ასევე მონაწილეობას ვიღებთ ჩვენ BTU-სა და Silicon Valley-ის ერთობლივ პროექტზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია საინვესტიციო კომიტეტზე გავიტანოთ თქვათ ჩვენი პროექტი და ისინი აღმოჩნდნენ ჩვენი თანადამფინანსებლები თქვენს კონკურსში. ორივე რომ ვახსენოთ, რამე პრობლემა იქნება თქვენი აზრით? პირველ რიგში შეიძლება რომ რამდენიმე თანადამფინანსებელი იყოს, მაგალითად თუმცა აწარმოესთან ცოტა ფრთხილად იყავით, ან რა ტიპის პროექტი გაქვთ აწარმოესთან? რა ტიპის დაფინანსება ასი? აი თანადაფინანსების პროგრამა რაც აქვს აწარმოეს სესხი თანადაფინანსების. სესხის პროცენტს რო აფინანსებენ მაგაზიანებობთ? დიახ. ეს შეიძლება, ანუ ამ შემთხვევაში რეალურად თქვენი თანადაფინანსება აწარმოეს დაფინანსება კი იქნება ბანკის სესხი იქნება. ეს გეხმარება თქვენ აწარმოე, ხო? ეს შეიძლება ჩაითვალოს თანადაფინანსებად, კი. ხო, კი ბატონო. და კიდევ ერთი შეკითხვა, აი მაგალითად პროექტის შესრულებისათვის ჩვენ გვჭირდება თქვა გარკვეული პოზიციები თანამშრომლების ბიზნესის წარსამართად ეფექტურად, მაგრამ რამოდენიმე ჯერ არ გვყავს შერჩეული, უბრალოდ უნდა გამოვაცხადოთ ვაკანსია. აი ესეთ მსგავსი თანამდებობა ჩვენ სახელმწიფო ნაწილში შეგვიძლია დავუშვათ, მაგრამ სახელდაგვარი არ გვეცოდება. კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უბრალოდ გაითვალისწინოთ, რომ საკვანძო თანამშრომლები და ძირითადი გუნდის წევრების ვინაობა ცნობილი რო იყოს, ეს მნიშვნელოვანია არსებითად, იქნებ გამომდინარე, რომ გუნდი ფასდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის პროექტის. ძირითადის კი, მე ვამბობ, აი არაძირითადის რომ ჩავშოთ, თქვა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მხოლოდ პოზიციები გაწეროთ და სახელი და გვარები არ გაწეროთ და მივხვდეთ, რომ ჯერ დასაზუსტებელია და არ აკავთ აპანგი. აჰა, კარგი და სულ მცირე შეკითხვა, აი დამატებით მხარდამჭერ დოკუმენტებში სახელმძღვანელოში ასევე ნათქვამი იყო პირობა, რომ რაღაც საჯარო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამეცნიერო აკადემიებმა და სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა უნდა წარმოადგინონ რაღაც კანონი. აი ეს ნაწილი რატომ იყო ნახსენები ეს ნუ საჯარო რეესტრი და ნახეთ სახელმძღვანელო დოკუმენტში საუბარი იმ სადამფუძნებელ დოკუმენტზე არის საუბარი. დიახ. სადამფუძნებელ დოკუმენტზე არის საუბარი. აი ეს რომელი ეს საიდან შეგვიძლია გამოვითხოვოთ? ანუ ესეც საჯარო რეესტრიდან შეგვიძლია გამოვითხოვოთ? ხო, საჯარო სამართლის იურიდიული, თქვენ ხო არ ხართ თონისე. საჯარო სამართლის იურიდიული. ეს ეხება კვლევით ცენტრებს, სიპებს, შეპესებს ხო არ ეხება ეს? არ სამთავრობო ორგანიზაციებს ხო ეხება მაგალითად. შეეხება, გასაგებია. მე მეგონა მხოლოდ იცით რა არის, ანუ შეპესეს და მეწარმე პირებს თუ შეეძლოთ არასამთავრობო შეიძლება იყოს მეწარმე? არა. არასამთავრობო ორგანიზაცია ესეთი ცნება, ანუ კანონში არ არსებობს, ანუ კანონში არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. აი, ფსოვეთ დახით ხოლმე, გესმით?
კი. ანუ სამეცნიერო აკადემია შეიძლება იყოს მეწარმეები. ანუ ეს რატო არის ეს პუნქტი მოყვანილი აქ? სამეცნიერო აკადემია ვერ იქნება. მეცნიერებათა აკადემია არ არის მეწარმე სუბიექტი. როგორც წესი სიფები არიან. საკუთარ სამართლის იურიდიული პირები. შეეხება. კარგით. კარგით, გასაგებია, მადლობა. ეს ორი კვლევი რომელიმე კვლევით ინსტიტუტთან არავითარ თანამშრომლობა და ერთობლივ განაცხადის ეგეთებას თუ არ აკეთებთ, თქვენ არ ეხებათ. გასაგებია, ეს ეხება ესე იგი მხოლოდ კონსორციუმებს, გასაგებია. ხო, კონსორციუმს, სადაც თანააპლიკანტი არის კვლევითი ინსტიტუტი ან სამეცნიეროთა აკადემია. კი ბატონო, კარგით, მადლობა, დიდი მადლობა. არაფერს. შემდეგი არის გესტი, სავარაუდოდ ბექა არის, ხო? გისმენთ ბექა. არა, ეს დამეჭირა ბოდიშიც. სხვა მოპასხოს. კარგი ბატონო. შემდეგი არის მაშინ ნიკოლოზ მაჭავარიანი. მე დავუსვი კითხვა უკვე და ჯერჯერობით არ მაქვს სხვა კითხვა. მაშინ ხელი წამოწიეთ. ხელი ქონათ ასე უნდა მაგითო. კი ბატონო. კარგი. ხელი როგორ დავწიო? raise hand, ანუ ხელის ღილაკი არის და იმაგას ჩემთან არ მიჩვენებს და მაგიტო ვიკითხე. დავწერე კიდევაც SMS-შიც. აბა გისმენთ. დასვით კითხვა. მე მგონი რიგში არიან ჩემზე ადრე შემოსულები და მე მგონი არ არის. არავის არ აქვს ხელი აწეული ამ ეტაპზე. ხო, ანუ მე უშუალოდ ვარ დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანების თანადამფუძნებელი, გივით აკვარელია და მაინტერესებდა უშუალოდ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ერთი 2 კვირის წინ ვესაუბრეთ ჯიტას სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელს სალომე ნაპეტვარიძეს თუ ნაპეტვარიძეს არ მახსოვს ზუსტად და გითხრა რომ გადმოაგზავნეთო თქვენი რა პროექტი გაქვთო. ჩვენ გვაქვს პროექტი სკოლებისთვის, გვაქვს ინოვაციური ფესტივალი. ანუ უშუალოდ სტარტაპებს მოიაზრებს, 2 დღე იქნება სტარტაპების კუთხით შეჯიბრებები და მესამე დღეს იქნება ფინალი. და სკოლები შეეჯიბრებიან, ანუ სკოლების მოსწავლეები. ღონისძიების ორგანიზებას გიგმავთ? დიახ. ოღონდ ინოვაციური იდეები უნდა გამოიტანონ სკოლების ბავშვებმა. ეს ღონისძიების ორგანიზების საკითხი ჯიტასთან შეათანხმოთ, ანუ მსოფლიო ბანკის პროექტი მაგ ღონისძიებას არ აფინანსებს. ჯიტამ სხვათა შორის ჩვენ გვქონდა კიდე პროექტი, ინოვაციური პროექტი მწვანე ენერგია და ის არ დაგვიფინანსა ჯიტამ თქვა, რომ მსგავს რამეშიო შეიძლებაო ვერ დავაფინანსოთ, რომ საბჭომაც განიხილა, მაგრამ ჩვენ გვქონდა 15000 შეიტანეთ? ბატონო? 15000 ლარიან გრანტზე შეიტანეთ? დიახ, შევიტანეთ, მაგრამ პროექტი იყო როგორ? ახალი ინოვაციური ინდუსტრია, ანუ ბოდიში რო გაწყვეტინოთ რა, ანუ სამწუხაროდ მე მაქვს მხოლოდ ინფორმაცია სოფლიო ბანკის პროექტით გათვალისწინებულ გრანტებზე. ეს არის 100000 ლარიანი გრანტები და 650000 ლარიანი გრანტები. მცირე გრანტები, რასაც ჯიტა აკეთებს თავის რესურსებით, სამწუხაროდ მე ინფორმაცია არ მაქვს და მაგის კოორდინატორი არის ნათია გიორგაძე და მას უნდა დავუკავშირდეთ და ის გეხმარებათ რა. ეცით რაში არის საქმე, მცირე გრანტი მაშინ მირჩიეს ჯიტაში როცა დავრეკე, იმიტომ რომ რატომღაც არ მოეწონათ ჩემი იდეა და მცირე გრანტზე გამიშვეს. თორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მიშვებდა მცირე გრანტზე, მაგრამ მითხრეს რომ მაინც მივემართა ეროვნული ბანკისთვის, აწარმოე საქართველოსთვის და ჯიტასთვის, მაგრამ რატომღაც არ მივიღეთ არც ერთისგან დაფინანსება. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჯინი პროგრამის ფარგლებში არსებული საერთო კონკურსებით, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი საინფორმაციო დღე პარასკევს. თქვენ თავიდანვე ესწრებოდით თუ გვიან შემოგვიერთით? არა, ეხლა შემოვედი, ჩვენი ერთ თანამშრომელი ესწრებოდა და დამპატიჟა და შემოვედი. ხო, მოდი ხელახლა არ ვისაუბროთ ამაზე უკვე 1 საათია ვსაუბრობ და ესე ჯობია რომ 29-ში შეგიძლიათ დაესწროთ საინფორმაციო დღეს, თუმცა გარკვეულწილად კარენი მულტიჯანიანი აქ არ თუ არ ვიცი, მაგრამ მისი შენიშვნა გარკვეულწილად მისაღები იყო ალბათ, რომ ცოტა გვიან ჩავნიშნეთ, თუმცა ძალიან ხშირად ვატარებთ ხოლმე ამ საინფორმაციო დღეებს. ცოტა დრო არ დარჩენილი დედლაინამდე, მაგრამ 100000 ლარიანი გრანტები ივნისში გამოცხადება და იქნება საინფორმაციო დღეები და შეგიძლიათ გაეცნოთ. ასევე შეგიძლიათ გამოტვირთოთ სახელმძღვანელო და გაეცნოთ. და თუ რამე ითქვა იქნება და ვერ გაიგებთ და თქვა საინფორმაციო დღეს დასწრებას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ მოიწეროთ კონტაქტ-ტრანსფერ გოჯიზე და იპასუხებთ
მოკლევადებში. ასევე ჩვენ როგორც ხვდები ხა მომისმენთ როგორც ხვდები თქვენ არც სახელმწიფო წაიკითხავთ არც პრეზენტაციას არ დასწრები ხართ და ინფორმაცია არ გაქვთ გესმით ეხა მე რო თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ ნახევარ საათი უნდა ვილაპარაკო რა ამიტომ ჯობია რომ გაეცანით სახელმწიფოს და თუ რამე გაუგებარი კითხვა იქნება მოიწერეთ და დაგეხმარებით ასევე 29-ში შეგიძლიათ დაესწროთ საინფორმაციო დღეს კითხები არის კიდევ? კარგით, მეგონი კითხები მეტი არ არის. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. წარმატებებს გისურვებთ და 29-ში კიდევ ერთხელ შეასწრებთ კიდევ ერთი საინფორმაციო დღე იქნება. მადლობა გიორგი. მადლობა გიორგი.